მიხეილ სააკაშვილის ზის პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, რომ Red Bull-ი უყიდა ჰილარი კლინტონს, რატო არ შეიძლება რომ სალომე ზურაბიშვილიც გაუშვას? აი, მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამაც გაიგოს, სადაც მიშას პატიმრობა გაზდის, ყველას პატიმრობა გაუღვა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის. ხო ისაოცრებავ. და ეს ხალხია მე ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება ამ ქვეყანაში. მაგრამ საპირისპიროდ მაინც და მაინც დიდ ასეთ ამბავს ვერ ხედავ. სალომე ზურაბიშვილს მე მგონია რომ ცოტა ადრე უნდა ეჯავრა, როცა მისი კოლეგა უსამართლოდ იჯდა ციხეში და ზის. გამოიღო რამეზე ხმა, შეიწყალა, მიიღო გადაწყვეტი. აი, სალომე ზურაბიშვილზე ამას ვიტყვი რა, მაინც რა, სამართლიანობა მოითხოვს. რომ ეს ივანიშვილის დაქოქილი მანქანა რომ მასთან მივა, მე ადრე თუგან დარწმუნებული ვარ. თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვერ ხედავდა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაასამართლა სანქცირებულმა მოსამართლეებმა მურუსიძის თამადობით და მისი საქმეები აღძრა გენერალურმა პროკურორმა, რომელზეც ქართული ოცნება ამბობს, რომ კილერი ვიყავდა, დაქირავებული და მკვლელია, ფარცხალაძეს გულისხმობ. ეს ხო ვერ დაინახა. ხო და ნუ ივანიშვილს გარჩევა არა აქვს მისიანის და სხვისიანის, ყოფილის თუ მოქმედის, მოწინააღმდეგის თუ ყოფილი მოკავშირის. ყველასთან მივა. აქ საზოგადოებაზე მეტად, მათ შორის პოლიტიკურ კლასზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს შერჩევითი სოლიდარობა, რომელიც ჯერ კიდე არსებობს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ, მე მგონია რომ არის უკვე ჩამორჩენილობის მაჩვენებელი. პოლიტიკური ჩამორჩენილი. ქართული ოცნების გამოხმაურებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა უშუალოდ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკაზე. ჩვენს ინიციატივებთან მიმართებაში შეშფოთება აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურიაო, ამბობენ ოცნებაში, სადაც ამტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის იმაზე მეტად და უკეთ დაცული, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. სხვა შორის გასული დღეების განმავლობაში და ესეც უთხრათ მაყურებელს მართლ პარტიაში უპასუხოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამოთქმულ კრიტიკას, არამედ და ევროპელი პარტნიორების შეშფოთებასაც და მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კერცხალიამ ევროპელებს ურჩია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედონ და მოისმენდით. ალბათ კერცხალიამ 2 დღის წინ პლენარულ სხდომაზე ოცნების კრიტიკის საპასუხოდ ისაუბრა იმაზე, როგორი შემაშფოთებელია მაგალითად შვედეთში კრიმინალის დონე, ისე როგორც ეკონომიკური პრობლემები ამ ქვეყანაში. თავის მხრივ ამაზე გუშინ ოცნებას შვედმა დეპუტატმა უპასუხა, დაუბრუნა პასუხი და კერცხალიას უთხრა, რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებით შვედეთში პროტესტის დროს ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ უსწორდებიან. მოკლედ, ამასობაში ძალიან ესეთი მძიმე სახე და ფორმა მიიღო ქართული ოცნების ურთიერთობამ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოსთან თუ მთლიანად ბრიუსელთან. შესაბამისად, რა შეიძლება იყოს ფინალი იმის, რა ურთიერთობაც დღის მდგომარეობით ჩამოუყალიბდა საქართველოს მართლ პარტიას და ოფიციალურ ბრიუსელს. პოლიტპატიმრების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, რომლებსაც სოლიდარობას უცხადებ, ამ ქვეყანაში პარტიების გაუქმებას, მედიაზე ზეწოლას, არასამთავრობო ორგანიზაციების ლამის დახურვას რომ თავი დავანებოთ. აი, მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არის ერთი ქოციც კი, რომელიც იტყვის რომ 28 ნოემბრის შემდეგ არც ერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია. ერთი პოლიციელი დააკავეს 500 ადამიანს ხომ ეაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ფიზიკური დაზიანება. თავი დავანებოთ ქიმიური მოწამვლის შესაძლო საქმეს, რომელიც გამოსაძიებელია და რომლის გამჭვირვალობა ჩვენ ნახეთ რა დონეზეა ჩვენა ქართულმა ოცნებამ. აი არაფრით არ ამბობენ სიმართლეს, ის თარიღების სუსის ბრიფინგზე გამოტოვებულია, რასაც ვედავებოდით. და საერთაშორისო გამოძიებას, რასაც თვითონ უნდა იხვეწებოდნენ, ჩამოდით და შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ არაფერ შუაში ვარ, პირიქით აკეთებენ, ხო? მარტივი კითხვა მაქვს. 28 ნოემბრის შემდეგ არც ერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია? 500-ზე მეტ ადამიანს მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, რომ ქიმიური იარაღია გამოყენებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არის კონკრეტული ჩვენებები, სადაც ქალები ყვებიან, რომ ისინი პოლიციის გაყოფილებებში და დაკავების მანქანებში სექსუალურად შეავიწროვეს, არ ვიცი. ადამიანებად აღარ ვითვლებით ჩვენ? შეიძლება ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით და შესაბამისად უფლებებიც არ გვაქვს. ქართული ოცნებისთვის ესეა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ჩვენ არავის ადამიანებად არ ვითვლის. თავის და საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. აღოდ არც ქოცებს არ თვლის. ნახეთ ხო, აგერ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ლამის მათი ოჯახის წევრი იყო.
ციხეში აი ვინ არ წასულა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ციხეში. აი ამ კაცს საერთოდ სასწაულია ეს კაცი რასაც აკეთებს ეს ღარიბაში. ჩუმად ჩაჯდა ციხეში და არაფერ ხმას არ იღებს. მე არ მგონია რომ სხვებზე ნაკლებად ქონდეს ხმა ამუსაღები. უბრალოდ ეშინია მისი ბატონის. ეთქობა იცის მისი ბატონი რაზეა წამსვლელი. რაც შეიძლება ჩვენ კიდე არ ვიცოდეთ ჯერ. იმიტომ რომ ივანიშვილს საუკეთესოდ იცნობენ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი და ალბათ ეშინიათ რომ ივანიშვილს კიდევ უფრო მეტი ციხეში ზის ამაზე მეტის რისი შეიძლება ეშინოდეს. ივანიშვილის წარსულის შესახებ მათ შეიძლება ბევრად მეტი რამ იციან. ივანიშვილის სისასტიკის შესახებ, ივანიშვილის დამოკიდებულებების შესახებ მოღალატეების მიმართ, ადამიანების მიმართ, ვინც მას პარავს ფულს. შეიძლება მეტი იციან და შეიძლება ივანიშვილი უფრო მკაცრად უდგება. ანუ ეს ხო მაინც სამართლებრივ სისტემაში გაატარა პროკურატურა, სასამართლო, ციხე, ეს ხო მაინც სახელმწიფო ინსტიტუტებია. ამ ინსტიტუტების გარდა შეუძლია ივანიშვილს დარწმუნებული ვარ ადამიანზე ზემოქმედება. რა შედეგითაც მან მათ შორის ის მილიარდები დააგროვა. ეთყობა ამის ეშინია ამ ხალხს. ვერ იღებენ ხმას, ვერ ამბობენ ვერაფერს. ისიც საინტერესოა მათ სასამართლო პროცესებზე, რომ 5 კაცი დადის. შეიძლება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო ორჯერ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე და 50 კაციან სასამართლო დარბაზს ვერ ავსებდა. რა ცხოვრებით გაქვს, ნაცხოვრებით. აი რა არის ეს? და რა შიში? აი და ეს არის, ნახეთ. ეხა ხო ყავს ეს 50 მომადლიერებული ადამიანი არ ყავს ანათესავე? მაგრამ აი ისინი არიან შიშერები. ვერ მიდიან იქ, რომ აი სურათი არ გადაუღონ, რომ ღარიბაშვილის პროცესზე როგორ მივიდა და ჩვენც ეგრე გვიყურებს ივანიშვილი. აგერ ამას თუ ეშინია ღარიბაშვილის გუნდს და ლილუაშვილის გუნდს, ამათ რატო არ ეშინიათ? სულელები არიან. აი ეგრე მისი კალკულაცია მაინც აქამდე დადის. თან ნათქვამი აქვს, ვერ ვიტყვი. ტყუილს ნათქვამი აქვს, რომ თავით კედელს რატო ასყდებით? ხო გითხრა წლების წინ. არ ესმის ამ კაცს ეს არ ესმის რომ იდეის გამო შეიძლება კაცმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. არ ესმის. იმიტომ რომ თვითონ არ მიაჩნია არც ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოფილა მისი მიზანი, არც ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, არც ამ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება, არც ამ ქვეყნის სიდიადის ხილვა არ ყოფილა, არ არის ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგის ნაწილი. ლევან, გასაგებია